ძირითადად წასვლა იყო აქედან აი მოგზოობით და გაჭირვებით რა. ამიტომ დაიცალა ეს ოფი. იქ არის ზემო ხახალუპი, იქ ცხოვრობდა ერთი 7 ოჯახი 93-14 წლებამდე და აქ ცხოვრობდით კიდე ეგრევე 6-7 დიდი ოჯახები. აი რაც გზას ხედავთ ეხლა, ეგ არის ჩვენი გაყვანილი ყოველ ზაფხულ მუშაობთ ორი კვირა წერაქვებით და ეს ლომებით რა. როგორღაც გზა გქონდეს ამ ცხენი და ფეხსავსავალი. ეს ორი კაცი ვართ, ზემოთი ჩემი ნათესავი ბიჭი რა, ივანი. მე და კაცი მუშაობთ ძირითადში და ჩვენს როდამდე ვიმუშავეთ აბა ამას. თითქმის 2 კილომეტრი გვიწევს წერაქვებით 9. გაზაფხულზე ის ჩამოვა ზვავები, ამ წყალს დააგუგებს ეს ზვავები და ისევ წავა ეს რაღაცა ეს დიდი წყალი. და ჩამორეცხავს ჩამოაგდეს გზას, ისევ საკეთებელია მეორეთ. ორჯერ მოგიხდა გადაგვიცვლა ცხენები, დავკარგეთ ეს ყველიც. დაახლოებით 100-200 კილოს, 150-200 კილო. შემიდან აი 10 კილომეტრი მთაზე ვნახვიდე. და თუჯვარს უნდა გადახედო და იქ იჭეს ერთ ადგილზე რა ეს ტელეფონი. იქიდან დარეკო რა დანარჩენი შანსი უნდა ჩახვიდონ შატილში. ეხლა ინტერნეტზე კი ყოველთვის ვერ დავკავდებით, მაგრამ ტელეფონი თუ იქნება, ეს მაგარი შეღავათია. ან თუ ვიღაც სულად გახდება რა, თქვა იქ აღარ წავიდეს, საავადმყოფი აქ არ დავტოვოთ. აქედან დავრეკავთ და ვიღაც ან ახლობელი ვინც იქნება ექიმი და მოვა არდოთში უცბად. ეგ არის თითქმის ორჯერ შემოკრება ყველა გზისა რა. ნებისმიერ შემთხვევაში გვექნება ძალიან მაგარი შეღავათ და ხეობისთვის იქნება, აი ხეობისთვის და ჩვენთვის პირად ამოსულ თქვა. შოდესთვის თუ მოხდეს ზლაური ეგ მზის ბატარეები, აქეთ ტელევიზორსაც ვამუშავებ და კიდე თლად კიდე გააუმჯობეს ეს ყოფას რა. შეიძლება მე ზამთარს კი დარჩეს კაცი რა. თავისუფლად. ერთადერთი იყო შამილა რა, შამილეს ეგეთი კაციაც იქნება. ქორთოშიძე? მაგრამ ეგ უკვე თავისით აკეთებდა ამ დახმარებას და ეგ ჩვენთვის იყო როგორც ოჯახის წევრი. აუცილებლად დამჭირდებოდა თქვა აი გადმოსული, აი ეგ ჩამოფსვამ და ბარგს ჩამოგვიტანდა. ეგ ამ მაგაზე მეც სიკეთე რა უნდა გააკეთოს, აი ეგ რო ჩამოგვიტანს, აი ეგ ჯდებოდა პირდაპირ. აი შამილა და ეგ მაღლა ფირიძე ეს ორი კაცი ვინც გამოგვადგა მთელი ცხოვრება. და ვერბერაშვილი გოდერძი დუშეთს გამგებელი რა. იმის გარდა სიომორჩა კარც გამგებელია, დაუბიჯებია და არც არავის რა.